მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით. მამა იფთიმესთან ერთად და პატარა ალექსანდრე, რომელიც აი რა ვიცი, პატარა ალექსანდრე რომ ყავდა იმის შემდგომ, რა ჩემთან არ შეჩერებულა არც SMS-ი, ეს ბავშვი გვანახით კიდე და მოვიდა, სტუმრად როგორ ხარ ალექსანდრე? კარგად გვენ. კარგად, მადლობა, ძალიან გვიხარია რომ ხარ ჩვენი სტუმარი, პირველ რიგში აი ძალიან მაგრა და ნუ მამა იფთიმეზე ხო საერთოდ რო არ თქვა, არაფერი ჩვენთვის აი ესეთი დიდი ადამიანის სტუმრად დაგვლოცეთ მამაო და ერთად დაგვლოცოთ გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მინდა ამასთან პირადად თქვენ და თქვენი ტელევიზიის თითოეულ წევრს მიულოცოთ ამდენი შრომა ახალი წელი და შევთხოვოთ უფალსო მომავალ წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიკეთის და ბედნიერების მომტანი თითოეულ შეთანხმებასთან სულ საქართველოსათვის. დიდი მადლობა მამა, უღრმესი მადლობა და მაშინ კითხვები მეხოვე რომ ამზადებ ხოლმე ესე იმა და თუ შეიძლება თქვენ რას გვისურვებთ, აი რა როგორ უნდა დაწყნარდეს ადამიანი და მომავალი წელი როგორი უნდა იყოს ჩვენთვის, აი რას გვისურვებთ და აი როგორი არის ის ხედვა, რამაც შეიძლება რომ გაასწოროს ადამიანი. კაცურის ისტორიას დიდა შევდაბადებისა ახსოვს ორი დიდი მოვლენა, ეს არის მაცხოვრიშობა განკაცება, რომელსაც ჩვენ ახლა ველოდებით და აღდგომა. ორივე შემთხვევაში, როდესაც უფალი იშვა ბეთლემში, პირველად ეუწყა ანგელოზების მიერ კაცობრიობას, ეს იყო ეს ფორმულა, რომელიც დღესაც იგალობება ტაძარში, ხო, დიდება მაღალთა შინაღმერთსა, ანუ ღმერთს ადამიანი იყოს უბრალოდ დიდებაში და რაც ყველაზე მეტად გვესაჭიროება ჩვენ ეს არის მშვიდობა ქვეყანაზე და ადამიანებს შორის კიდე სათნოება და სიკეთეების კეთება, ეს არის უმთავრესი. ამიტომ იყო რომ უფალი როდესაც ესე იგი აღდგამკვდრეთით და გამოეცხადა მოციქულებს პირველად სუსრო ეს იყო მშვიდობა და ყოველთვის ამიტომ დავიწყე იმითაც რომ შევთხოვოთ უფალს აი უფლისმიერი მშვიდობა მოგცეს და თუ კი შევძლებთ ამას აი საკუთარ გულში საკუთარ სულში მივახციოთ ამას რა თქმა უნდა ყველაფერი დაალაგდება აღარ იქნება გაკითხვა სიძულვილი ურთიერთა ეს რაღაცა ქიშპობა შური ეს დაპირისპირება და საბოლოო ჯამში ჩვენ დავიქვეყანაზე და ოჯახებში დაისწრებს მშვიდობა და ეს იქნება სწორედ საწინარი იმ ბედნიერების რასაც ადამიანი უნდა ცდილობს რომ მიაღწიოს. ეს არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში. და ისე მამაო, რა შემოაქვს ეს შფოთი და ის ადამიანში და აი როგორ მოიცილოს თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი ვერ ხვდება მამაო, აი ბევრი არის შფოთში და გონია რომ შვიდათ არის, ან მშვიდობისათვის არის და სულ არის სადაც შფოთია, სიბოროტეა და რაღაც ის და აგრესია, იქ შანსი არ არის მშვიდება. აი ეს მოჩვენებითი როგორ შევამჩნიოთ? არის თუ არა ჩვენი ეს ოჯახში იქნება მამაო, გარეთ თუ სადაც არ უნდა პირადად მარტო შეიძლება შინაგანად როგა მდგომარეობა ნიშნულობა არ აქვს. უბრალოდ როგორ შევამჩნიოთ და როგორ აი ხო აი სამწუხარო არ არის გიორგი ის რომ ესე იგი დღეს მიუხედავად იმისა რომ აი უდესი ისტორია და გამოცდილება დააგრო ადამიანმა თავის ასოების მანძილზე და 21 საუკუნე და უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ და ის აღარ გავიმეოროთ ის წარსული ადრე შეცდომები ისტორიულად რას დაგვიშვია თუნდაც ჩვენ ერთს იმიტომ რომ აი საქართველოს ისტორიას რო გადავხედო ძნელბედობის ჟამს ეს იყო ტრიშ ემოცება ეს იყო აი თუნდაც აი 100,000 მოწამის ხსენებათ რაღაცა ისტორიულ წყაროებში პირდაპირ ეს აღიქმებოდა როგორც ღვთის სასჯელი და ურწმუნოების შედეგად გამოწვეულია ეს უმძიმესი მოვლენები და სამწუხაროა რომ დღესაც ჩვენ უყურებთ აი უმეტესობა სწორედ აი ურწმუნოების გაზრდა ადგას ეს ადამიანი და ამაში გარკვეულწილად ალბათ აი თუ ბოლო ჩვენი ასეულის იმას გადავხედოთ აი უახლოეს ისტორიას ალბათ აი როცა განიდევნა უკვე სკოლებიდან რელიგია ბავშვებიც ფაქტობრივად აღიზარდნენ იმ აი ლიბერალურ იდეოლოგიაზე ამან უკვე თავისი გავლენა იქონია და ამიტომ თავარია რომ ადამიანო დაუბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღს იმ გზას რა გზაც უფალმა გვიჩვენა ჩვენ და რაც არის გარანტია იმისა რომ თუ გინდა გადავრჩეთ და ვცხონდეთ იმიტომ რომ სამწუხარო დღეს ახდება რომ აი 21 საუკუნის ადამიანი ყველაფერს აკეთებს რომ აი ამ ქვეყნიური სიკეთე ბწყალებში სიკეთე მოიპოვოს და ოს მშვიდობა მაგრამ ამ ქვეყნიური მშვიდობა ხო ეს ქვეყანა ჩვენი აღარ არის ცოდაცემის შემდეგ ადამიანმა დაკარგა ძალაუფლება მეფობა მეუფება ამ ქვეყანაზე და ეს ქვეყანა გაბოროტებაზე პირდაპირ წერია ხო წინა წერილში და ამიტომ თავარი ჩვენი არსი ის არის რომ ჩვენ დაუბრუნდეთ იმ ისტორიულ გზას რომელიც არის ქრისტეს გზა და არის გადამრჩენილი და გარანტია იმისა რომ ჩვენ სულიერ გადავრჩენთ და დაუბრუნდეთ ისტორიულ სამშობლოში ანუ სასუფეველში ამაზე უნდა ფიქრობდეს რა თქმა უნდა ადამიანი დღეს ამაზე უნდა ფიქრობდეს ოჯახები იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ოჯახზე დამოკიდებული იმიტომ რომ ბავშვი რო აღზარს მოგხსენებთ ამ ყველა მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ოჯახი ჯერ კიდევ 64-ში აგურთა უფალმა დალუცა შემდეგ თვითონ როცა მობრძანა გააკაცდა პირველი
ვიდრე სამქვეყნერო მოღვაწეობა შეუდგებოდა მიბრძანებულო კანაზგალიას ქორწილში და ანუ ოჯახს ძალიან მნიშვნელობა აქვს და ოჯახიდან დაწყებულ აი მაღზას და აი თითოეულ წუთს მომენტს არ უნდა კარგავს ადამიანებისაც რომ შვილებს უფრო მეტი მიმართულებით გვერდში დაუდგეთ რომ სულიერად გამემთარდნენ იმიტომ დღეს რა თქმა უნდა მშობელი ყველაფერს უკეთებს შვილს კაი განათლება მიცეს კაი კარგად ესე სამსახურში შონაში დაეხმაროს მაგრამ იმის ნახევარს ვაკეთებდეს სულიერ კუთხით და დღეს გაცილებით სხვანაირი ცხოვრება იქნებოდა და ისე გავიმეორებ იმას რომ არ იქნებოდა ეს შუღლი ეს სიბოროტე საქართველოს წარმოადგენთ ერთი წერტილი ვართ ამ დედამიწაზე და ჩვენ ერში რაც ადრე ახლა ჩვენ თაობას ისტორიულად უსავლია და ეს ასე ვთქვათ წარმოუდგენელიც კი იყო დღეს აი ჩვენ თვალს ხდება ეს ყველაფერი ეს გაკითხვა სიძულვი შური ქიშპობა და ასე შემდეგ და რაც რა თქმა უნდა არის დაუშვებელი და უნდა ვიფიქროთ ამის გამოსწორებაზე ისე და ესე რწმენით უფლის იმედით და სიყვარულით დიახ და მამო თუ აქვს აი მაგალითად აი რაღაც ადამიანებს ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაც მატერიალს აი აქეთ მხარეზე უფრო ამოხვილებთ ყურადღება და მაგი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი აი ამ შემთხვევაში მამო აი როგორ თუ დაალაგდება ისე რომ აი ვერ ვაჯერებ ხოლმე რომ აი სულიერად რომ გამახვილო ყურადღება შენ აი ამ დანარჩენს შენ უფალი დაგილაგდებს და რომც არ დაალაგდეს შენ ვერ შეამჩნევ იმას რაც ალაგდება თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ უნდა იყოს უპირატესი უფრო სულიერი ვიდრე ეს ხორცელი რაღაც ნებები რომელიც აი აუცილებლად წყალში ჩაიყრება და აღარც იქნება რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ თავი არის როცა საუბრობთ ახლა სული უფრო მნიშვნელოვანია და ვიდრე ხორცი ხო იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩვენ სხეულით უნდა გარდაიცვალოს ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამ ისეს გავლა სული აგზელოს არსებობას ხო და იმიტომ რომ სულიწმის მადლითაა ადამიანის მინიჭებული და შესაბამისად უფალის ბრძანებს ახარებაში რომ პირველს უნდა ეძიებდეთო ცათასასწორს დანარჩენი ეს ყველაფერი მოგეცემოდო თქვენ თუ კი ადამიანი ამას შეძლებს რომ აი სულიერად აი რამდენია გიორგი ჩვენ ახლა ცხოვრება საქართველოს უყურებთ შეიძლება აი არაფერი არ ქონდეს ეკონომიკურად უჭირდეს ხო მაგრამ ის სულიერად შვიდით ცხოვრობდეს და არც სხვას განეკითხავდეს არც ზულდეს ვინმე იმიტომ რომ მასში ღმერთი არის და ის ღმერთთან მიდის და ღმერთისა თქვენთვის არ იყოს თუ ერთ ნაბიჯს გადავდგოთ ის ორ და სამ ნაბიჯს გადავდგოთ და ხეთ ეგებება ადამიანს და უსუბუქებს ძიმე უღერს ასე თქვია ქრისტეს ჯვარი და ქრისტეს უღერი ხო ამიტომ ისე ზოგადად სიმძიმე იქნება ხო მამაო ჩვენ აი მე არც მინახავს აი ისტორიული არც ერთი მოვლენა რაღაცა რომ სიმძიმე არ ყოფილიყოს ხო რა თქმა უნდა ახლა ეს მიწიერ ცხოვრებაში ამას ჩვენ ვერ გავიცევთ აი რატო არის ახლა აი გამოცხადებაში იონის გამოცხადებაში ხო იქ რო წავიკითხავთ ალბათ ეს გვინდა თუ არ გვინდა ეს უნდა მოხდეს ხო ახლა უფალი ყოველს წინასწარმეტყველია და მან უწყის ადამიანს ალბათ იმ სიღრმეზე დაცემა რომ წინასწარ გაუწყამის შესაძლებლად ყველაფერი ხო ისეთი საშინელი დრო და ჟამი დადგება ამისთვის უნდა იყოს ჩვენ მზად ყოველთვის ამისთვის იმიტომ რომ ფაქტიურად ის მეშვიდე დღე როცა უფალმა შექმნა დაისვენა ის მეშვიდე გრძელდება ხო არ დამთავრებულა დღეს და ამიტომ ანუ მეორე მოშურის ჟამის დაწყებულია იქიდან მოყოლებული ხო იმიტომ რომ უფალი მობრძანა და გამოისყიდა ადამიანი თავის ღვთაებრივი გაგებულება გასულა და უკვე ყველაფერი გვიჩვენა წინ ყველაფერი ჩვენ თვალწინ არის არჩევანი ჩვენზე არის და ამისი შესაძლებლობა ყველა ადამიანს აქვს იმიტომ რომ როგორც მოაზროვნე არსებას და როგორც არსებას იმისა რომ აქვს ყველას ჩვენ ნიჭი რომ გავაკეთოთ არჩევანი კარსა და ცუდს შორის და აი ყველაფერი ჩვენზეა და აქ გვჭირდება სწორედ დედა ეკლესიაში მისვლა და ამ წიაში დაბრუნება იმიტომ რომ ადრეს თუ არ ვწდები რომ წინაგებიანი კართაგენელი ბრძანებს ვისთვის დედა არ არის ეკლესია მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა იმიტომ რომ თუ ეკლესიაში ადამიანი არ შედგა ნაბიჯი და იქ არ დაიბადა ჯერ სულიერად და შემდეგ არ განვითარდა სულიერად ხო ის რა თქმა უნდა რთულია მისთვის ყველაფერი და თუ კი გადადგავს ადამიანი აქეთკენ ნაბიჯებს არა ღმერთი უკვე უმსუბუქებს მას და ალბათ ჩვენს გამოგვიცია ჩვენ თავზე ხო ეხლა არ არსებობს დღეს რაღაცა პრობლემა არ კონდეს ადამიანს მაგრამ რწმენით აი უფლის იმედით და სიყვარულით ყველაფერი აი დაძლევა და კი დიახ და მამო აი კიდე წინ აი ეხლა დღეს რაც ხდება ამაზე მძიმე ყოფა ელის ადამიანს და თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა ვიყოთ ამ ყველაფერსაც იმიტომ რომ დღევანდელი რაღაცა ძალიან პატარა პრობლემაც ვერ გადააქვს ადამიანს იმიტომ რომ სუსტია ადამიანი
ამ პრობლემებისათვის და ეხლა წინ რაც ადამიანს ელის ძალიან რთულად არის გადასატანი ეს ყველაფერი ამ ადამიანისათვის თან აი რავი 1 საათი მამა ელემენტარული აი ნებისმიერ რაღაც შემოსავლები თუ რაღაცა აი კარტები დაიბლოკება რაღაცა და ადამიანებმა არ იციან შუქი რო წავა ხო არ იციან რა ქნა უბრალოდ ურთულეს და ეხლა ამ ადამიანებს ეხლა ის რო რაც მართლა მეორეთ მოსვლისას და ისედაც აი როცა ქრისტიანობის დაცვისათვის გველის წარმოიდგინეთ ეხლა როგორი რთული გადასატანი იქნება ესეთი მომზადებული ადამიანისათვის ესეთი სუსტისათვის თუ შეიძლება მამო აი ამ შემთხვევაში მამო როგორ უნდა იმას ვქნათ რა ვქეთ დავძლიოთ ეს ყველაფერი ამაში დაგვეხმარება პირველ რიგში გიორგი იგივე ეკლესიის ისტორია და წმინდათა ცხოვრება ჩვენ რო გადავხედოთ ეკლესიის ისტორიაში იყო ხო მოციქულთა ხანა იყო მოწამეობის ხანა ხო როცა ადამიანს თუნდაც ქრისტეს აღერების გამო აწამებდნენ ხო და ამიტომ დიდ მოწამეები და აი შორს არ წავედა ჩვენი ქეთევან დედოფალი ხო წარმოიდგინეთ მაშინდელი მსოფლიოს მთელი ქვეყნების ელჩები და ის ესწრებოდნენ და თავის თვალით იხილეს მისიის გამძლეობა და მოთმინება და სწორედ აი რწმენა ისე ვიდეოთ იქამდე და ეს ჩვენ ხო სტიმულს გვაძლევს ეს იგივე წმინდა გიორგის ცხოვრებას რო წავიკითხავთ იგივე დაუშვათ აგერ ნებისმიერ აგერ ახლა ჩვენს ყველა საყოველთაო წმინდა ნიკოლოზ ხსენება იყო ხო 19-ში დეკემბერს და ამ ხოლმე დიდი მამაა და ეს ყველაფერი არც ერთი მათგანის გზა არ გადიოდა ასე ვთქვათ არ იყო 7 ხო ისინი გაეცნო ყოველდღე დევნას შევიწროებას ტანჯვას წამბებას მაგრამ ეს გაუძლეს მას და გამოვიდნენ აქედან. გამოვიდნენ ამავე სოფელში ძლეს ამ სოფელს, ხო? თავიანთი იგივე რწმენით. იმიტომ ზოგს არაფერი არ ქონდათ. ხო, პავლე მოციქული ბრძანებს მიდიოდნენ, აი უფალს აგზავნეს მოციქულებს, ასე უნდა არაფერი არ წაიოხდო თქვენ, არც მეორე ერთი რაც დაქონათ მათ იყო რა, რაღაცა მცეოდნენ საგზალი რომ დაუშვათ. ხო და სადაც შეხვალ და იქ ადაგებთო, იქო თუ მიგიღებენ უსურვეთო მშვიდობა, ეს მშვიდობა სუპურდებით, ხო? ხო და თუ მოგისმენთ თუ მიგიღებენ თუ არაო და ეს მტერიც დაიყარდო გამოდით იქიდან და დაანებეთო თავი და ხო და დღეს კიდე ჩვენზე არის რაც ამხელა გამოცდილება აქვს და ეკლესიას აი 2000 წელზე მეტია რაც ქრისტიანობა ახალი აღთქმის ეკლესია და აი ყველაფერია იქ აი ისე ჩვენ მონდომებაზეა და როცა აი წეგან 21 საუკუნის ადამიანი ვახსენე და დღეს უკიდე იმას დაგვჭირდება ვინმესთვის მტკიცება რომ ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს აი ეს უკვე სულად არის საქმე და იმიტომ რომ ადამიანი წეგანს თქვი ეს გონიერი არსებაა ხო უნდა თვითონ განსაზღვროს რომ აი აბა ერთხელ დაინტერესს შედგას ფეხი ხო და შემდეგ უფალი აი რა საინტერესოა ხო რომ უყურებთ ხოლმე ხარ ჩვენ ნარიყალეც თქვი რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ერთხელ მოვიდა ფრანგი ის იყო საფრანგეთის მოქალაქე ნუ ფერატკანიანი მამაკაცი იყო და აი ლოცვის ბოლო შემოესწრო რა და იმდენად რა სიტყვა გავლენა იქონია ამ ადამიანზე რომ გასვლა აღარ უნდა იქიდან და მთელი ისტორია გამოიკითხა და თქვა კიდევაც რომ ესეთი სიმშვიდეო მე ხო დავდივარ სოფლიოში სხვა აზრებში შევდივარ მაგრამ ეს სიმშვიდეო არ მიგძნობა როგორც საქართველოში გძნობა აი მადლს გძნობს ადამიანს სად არის მადლი ხო და ამიტომ არის რომ არა ეს დანარჩენი ეს ახლა ზოგადად გითხრა ყველაფერი მოგეცემოდა თქვენ ეს საკვები საცმელი ანუ თან რა საინტერესო სახარებაში გადარებს ფრინველის მაგალითად მოყავს უფალს ხო ფრინველი რომელიც არც თესავენ არც ხნავენ მაგრამ მათ ულის და პატრონზა თქვენ ხო იმაზე უკეთესები ხართო ხო და ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამას ადამიანი ერთხელ წაიგითხავ გაეცნობი მე არ შეუძლებელი რომ ამან არ დაგაფიქროს და არ გადაგაწყვეტოს რომ გადაგა ნაბიჯი და მივხვდი დედა ეკლესიაში და უნდა დაინტერესდეს მაინც აბა რა ხდება იქ ხო ნახოთ ხო და თუ კი აბა ადამიანი ამ გადაწყვეტას მიიღებს აი უძღებიშვილის იგავში როგორც არის ხო უძღებიშვილი როგორც მიიღებს გადაწყვეტილება რომ დაბრუნდეს მამის წიაღში აქეთ მამამისი შეეგებება და შუაგზაში ჩაეკუტებს და აღადგენს იმ პირველ პატივში რა პატივში ის იყო ასეა დღესაც უფალი გველოდება ყოველთვის ხო თან ბრძანებს აი ყოველას გულის კარზე აკაკუნებს ხო და გაუღებ თუ არ გაუღებ ეს ჩვენზეა დამოკიდებული ადამიანი თავისუფალი არსება მოგეხსენება და არჩევანს გაკეთების საშუალება ჩვენ გვაქვს როგორი არჩევანი გავიკეთოთ ადრეს თქვით ვარსტები ესე იგი ესე დიდაქი ერთ-ერთი ადრექრისტიანული ძეგლი 12 მოძღვრება 12 წლის შესახებ ხო და იქ არის აი როგორც იწყება პირველი თავი იწყება ორი შემდგომ სიტყვებით არსებობს ორი გზა ერთი რა გზა საუფლო ან ქრისტესმენი გზა და მეორე გზა აგერ ეშმაკის რომელსაც ადამიანი მიყავს წარსულისაკენ და ამ არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ ამიტომ გვჭირდება სწორედ აი მოძღვრის შევადარიგებები ამიტომ გვჭირდება ჩვენ გაცნობიერება აი მოძღვრებისაც დედა ეკლესია შემოგვინახა და რაც რა თქმა უნდა არის ისედაც ესე გავიმეორო გარანტი ჩვენი გადარჩენისა და სულიერი ცხონების. და მამაო აი რაღაც ძალიან დიდი ერები რაღაც ესე განადგურდნენ.
განადგურება ერთია, მაგრამ აი მაგალითად ჩვენი ხა პატარა ერი შემოგვინახა დედა ღვთისმშობელმა და მართლა რაღაცნაირად თითქოს მაგის კალთის ქვეშო დავდივართ, ვერაფერი ვერ გვერევა, მაგრამ ჩვენ ვერევით ისევ ერთმანეთს. რაღაცნაირი ზიზღი, შური, ეს გაუტანლობა ერთმანეთის ჭირის ვერ დანახვა, ერთმანეთის ტკივილის არ გაზიარება, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ და დაჩემდა ჩვენერს. და არის ხა ვერ გავიქცევით აგერ სახეზე ხა რო დავმალო და კარგად ვართ მეთქი, რო თქვა სახეზე ხო არის ყველაფერი. აი ამ შემთხვევაში მამო, აი რამდენად ეს განაპირობებს მამო იმას, რომ აი შეიძლება ქართველებმა იარსებონ მაგრამ უბრალოდ აი ესეთი ბოღმით, ზიზღით, ერთმანეთის შურით, აი გაუტანლობით დაჩენმა ქართველმა როგორ შეიძლება რომ მერე ზეცა მოიპოვოს და ღმერთის კეთილგანწყობა, ხო? შეიძლება ღმერთმა უბრალოდ დაგვტოვოს, იმდენად ცუდად ვექცევით ხანდახან ადამიანები ერთმანეთს. ხო, აი იგივე თქვენ ახსენეთ ახლა საქართველოს ესე იგი თითქმის ყველა იმპერიასთან მოუხდა საქართველოს და საკუთარ თავზე იწვნა იმპერიის ასე ვთქვათ შემოსევები და ის განადგურება და ის კვალი დღესაც ასე ვთქვათ ამჩნევია ხო საქართველოს და ქართველებს. აი წეგანს ვახსენე 100.000 მოწამე ხო მსგავსი ფაქტი მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს რომ ერთდღეს ამდენი მოწამე ყოლოდა რომელიმე ერს და ეს ამ განაპირობა სწორედ რწმენა და როგორც კი ჩამოცილდებოდა აი რა ვიღოთ ებრაელის ერის ისტორია იგივე ძველი აღთქმიდან ხო როგორც იყო ერთ დროს რჩეული ერი უფლისა და წარმოიდგინეთ რომ დღეს განმავლობაში როდესაც ეგვიპტიდან გამოყავდა ეგვიპტის მონებიდან დღის განმავლობაში მას ღრუბლის სვეტით უძღოდა და ღამე კი ცეცხლის სვეტის სახით და ახლა 40 წელი რატო დაჭირდებოდა და უშუალოდ აფრიკულ ქვეყანაში შეყვანას ხო იმიტომ რომ სამთავრობა აღიზარდა და შეიცვალა მთლიანად იმიტომ რომ ისინი მიჯაჭვული იყო მაინც აი ამ მიწერყოფას და სამწუხაროდ როგორ არის რაღაცა თითქოს გააქვს ჩვენი ერის ისტორიაც იმიტომ რომ როგორც კი აი მე ბროჯოლი თქვი კიდევაც რომ ალბათ კი არა უფლის დაშვებიდან წყდებოდა ხო რომ ყოფილიყო თუნდაც შემოსევები იმიტომ რომ ჩვენ ვარ ყოლა და გარე მტერი შეიძლება დღეს საქართველოს ეს რაღაც იარსებები ერთმანეთს დავჭამთ ალბათ რა ვიცი ახლა ეგრეც არის რა როგორც კი რაღაცა მშვიდობა დაისადგურებოდა მაშინებიდოდა ბრძოლა რაღაცა ძალაუფლებისათვის ეს ყოველთვის ესე იყო რა იგი ავიღოთ აღმაშენებლის დრო ხო იძულებული გახდა ეს ძმა მეფე რომ მიიღო ძალიან მკაცრი ზომები და დაწერა კიდევაც ხო მე გალობანი სინანულსან იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დაალაგებდა სიტუაციას ქვეყანაში. თუმცა ეს იყო ესე რწმენას დამყარებული მითითებული ნაბიჯი და თუ კი პირველ რიგში ადამიანი ისე და ესე გამიმეორებ იმას რომ იულიეს უფლის რწმენით არა და წეგან ვახსენებ წარსული ისტორია და ეს უნდა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს უფრო უკეთესები გავხდეთ და ის შეცდომები აღარ გავემეოროთ, რაც დავუშვით. მაგრამ სამწუხაროდ აი ის უბრუნდებით ისე, იმიტომ რომ ყოველი ახალი კარგი დავიწყებული ძველია, ხო წერია, ძმენა წერია. სამწუხაროდ აი ეს მწარე რეალობის წინაშე დგევართ ჩვენ. მაგრამ უყურს უნდა ქონდეს უფლის იმედი, იმიტომ რომ მადლობა ღმერთსო დღეს ალბათ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლობა მაინც აი ახლა მე რატომ აძლევს ამის რამაძლევს ამის იმედს, რომ აი ჩვენ უნდა მაინც იყო ახლა ამ წელს ნახეთ რამდენი ხალხი იყო გამოცვლილი ხო მთელ საქართველოში. აი ეს არის სწორედ ძალა რწმენის უფლის სიყვარულის და ალბათ კი არა არ გავიწირებით, იმიტომ რომ ჩვენ გამოჩნდება აი 2-3 თუ შეიძლება ჩემს სახელო მეც სიყვარული ბრძანებს და საქართველოში ყოველთვის მოიძებნება 2-3 და მეტიც რომ ჩვენ უფალს რა თქმა უნდა და აი მართლაც მთელი ეპოქაში ხმა ჩვენ მოუწმდესმა და მისი ძალისხმევით მისი აი ამ ამაგით და ეს აგერ მთელი როგორ ახლა ეს არის ჩვენი ეკლესიის როგორ ავტორიტეტი აქვს, როგორ ძალა აქვს და ეს არის სწორედ მისი დამსახურება და რწმენის დამსახურება და აი მოძღვრების რომლებიც რა თქმა უნდა ქადაგებენ ღვთის სიტყვას და მიყვებიან იმ გზას, რაც გადამოგვეცვა მოციქულების და წინამორბედის მიერ. დიახ, მამაო და თუ შეიძლება მამაო, აი როგორ უნდა იყოს ეს ჩვენთვის მაგალითი და როგორ შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი, აი ის რომ სიტყვაზე პატრიარქმა ამდენ ხანს მოვანა და ჩვენ წყალში ვყრით. აი ამდენი სასულიერო პირი, ამდენი კაი მაგალითი გვყავს ჩვენ, არა მარტო სასულიერო პირი, ისედაც, აი სხვა ის ადამიანები, ვინც საქართველოში დაიბადნენ, რაღაცა სისხლის ფასად მოტანილი ეს ყველაფერი, უბრალოდ ვიღაცეები აცალმტველებენ ამ ყველაფერს. აი დღეს რო აი ადამიანები ვიღაცისათვის მისაბაძირო არის ადამიანი, ხო დღეს ამას რო გადახედავენ, ხო ვიღაცა გეტყვის რომ ამას მიქებდი და შეიძლება განახოს შენივე თანამოქალაქე ისეთი დაზარალებული და ისეთი
ფერნაცვალი რომ შენ თვითონ გაგიკვირდეს და რაღაცა ხანდახან გეუხერხულება ხოლმე რომ აუ ეს აი ესეთები როგორ ვაქო ან რა გავაკეთო ან ეს საქართველოს გავწყინდება თან ვერ ფიქრობ ესეთი დიახ აი თუ შეიძლება მამა ეს როგორ გვესმოდეს ჩვენ და როგორ მოგვიყვეს ეს ახლა ფსალმებში წერია ჩვენ ვკითხულობთ ხო რომ კაცი პატივს აშინა იყო ვერ გულისხმახო ბაძა ეკიპირუთა უგუნურთა და მეორე გასა მათო ახლა წარმოედგინათ აი აი ხლა რაღაცებია თუნდაც ჩვენი რა თქვენ შეეხება ჩვენი ის ისტორიაც ხო რომ ეს საკმარისი იმისათვის რომ ამას მოუფრთხილეთ გასო პირიქით კი არ დავკარგოთ ის საკანდა მოგვიტანა ჩვენ წინაპრებმა არამედ პირიქით შევინარჩუნოთ უფრო განამტკიცოთ ხო და ჩვენ მომავალ თაობას დაუდოთ უკეთეს საქართველოს და მათ უნდა გააგრძელონ შემდეგ ღირსეულად ის გზა რაც აი წინაპრების მიერ არის ჩვენამდე მოტანილი ხო და სამწუხაროდ ამას არ უფიქრდებით რა. ეხლა ერთი ის გამახსენდა რა თუ ის არის მოვასწრებთ მოყვები. კი. 97-18 წელი იყო მე მქონდა შეხვედრა იქ ორთაჭარის ციხეში გახსოვთ თქვენ გიორგი სიკვდილი მეჯილ ადამიანთა რა. და სუსვა ხედვა არის მათი. აი წარმოიდგინეთ რომ რა მოყვა ადამიანმა რომ ესე იგი თან რა იყო მთელი უბედურება იმაში იყო კიდევ რომ ადამიანს ამ საჯელს გამოუტანდა ეს სისრულეში მაშინ კი არ მოყავდა შეიძლება წლები გასულიყო 2-3 წელი და შემდეგ მოიყვანა სისრულეში და ესაც ხელა სტრესი იყო ფსიქოლოგიურად რომ ბევრი ამას ვერძლებდა და ეს დაუმთავრებია სიცხლე და ტრაგიკულად და ეს ადამიანი ამდენ მითხრა რომ ესე იგი როდესაც გავიგებთო ნაბიჯის ხმასო საკანთანო თუ ჩვენი კარიერა გაიღებოდა საქმესო სიკვდილი მეჯილებს ალკე ეჯდათ მაშინ ყველას გვიხაროდა რომ გადავრჩითო იყო იმიტომ რომ გაიღებოდა ვის დაუძახდა სხვა რა ვინ არ იცოდა ხო და ეხლა რა განსხვავება გიგი ჩვენს და იმ სიკვდილი მეჯილ ადამიანს შორის ადამიანს ხომ გაიაროს ის გზა ადრე თუ გვიან ვის ეს უფრო მოუწეს და ამ მთელი ცხოვრება უნდა იყოს სამზადისი ამისაკენ და თუ კი ადამიანი ამას აცნობიერებდა ეს გააზრებული გააქვს მაშინ აი იგივე რასაც თქვენ შემეგითხეთ რომ აღარ გაბოროტები სხვას აღარ განეკითხა აღარ შეგშურდება არ შეიძულებ შენ მოყვას და პირიქით გააკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ უფრო სათნოება აკეთო სიკეთე აკეთო და აი ურთიერთსიყვარულით ურთიერთთანადგომით წინ წავიდეთ ეს სულიერ ცხოვრებაში ეს არის მთავარი ეს ამბიციები მამაო და რაღაც კეთილი დღეობისათვის პირადი რაღაცების გადაყოლება აი რამდენად მამაო მართებულია და მართებული რო არ არის კი გასაგებია მაგრამ აი ეს ყველაფერი მამაო აი სამშობლოს სიყვარული უფრო მეტად წირატო როგორ დავაყენოთ იმიტომ რომ ბევრი ახლა ერთი მოძღვარი მეუნებოდა ადამიანი ახსარებაში მოვიდაო და არც ეს სიტყვა არ გამიგონიაო რომ მეუნებოდაო რომ სამშობლო ისე ვერ მიყვარსო როგორც საჭირო არისო და ცოდვად თვლიდა წარმოიდგინეთ მამაოი რამდენად და აი ყველას რო ეს ამბიცია აქვს აი მე უფრო მიყვარს ან მე უფრო კი გასაგებია რომ შეიძლება ყველა პატრიოტი ვართ რაღაცა წლებიც იყოს ისეთი რომ ყველას რაღაცნაირად კონდეს ეს ისა გზნობები მაღალზე მაგრამ როგორ მოვთოკოთ მამაო და როგორ მივხვდეთ რომ შეიძლება რომ აი მამა ექვთიმე არის მართალი და მე ტყუი ვარ კაცო აი ამას არავინ არ უშვებს მამაო აი კითხვის ნიშანს პირად ცხოვრებაში არავინ არ უშვებს აი იმდენად აი მართლა ბაძვიდაო ცხოველსო ადამიანიო ხო აი ესეთი ის არის მომენტია მამაო თუ შეიძლება მამაო აი როგორ დავინდაბლოთ თუნდაც თავი რომ აი სახში მარტო რომ მოხვდები მაშინ მაინც აი ჩემ თავს კითხო რომ ავიქნებ მე ვწდები და არასწორ გზაზე ვდგება. აი ეს მომენტი მამაო როგორ და შემდგომ რა არის დღეს ყოველ თვალსაჩინო კიდევ რა არის რომ აი გარკვეულმა ძალებმა ჩვენ შევეხეთ მიაღწიეს იმას რომ ოჯახებში ბზარი გააჩინეს რა აი მაგალითად შვილები აუჯახებს მშობლებს დედმამიშვილს ნათესავი ნათესავს მეზობელი მეზობელს და თან შენიღებული აი ბჭყალებში თავისუფლების მცდების ქვეშ მიხვდით ახლა წარმოიდგინე ადამიანი კი რა თქმა უნდა თავისუფალი ხარ ამ თავისუფლებას როგორ გამოიყენებ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ყოველშაბათს იმას ვაკეთო ისაც გინდა რაც მოგესურვება ხო და აი დღესაც ასუყურებთ ახლა წარმოიდგინე ფაქტიურად დაიკარგა პატივისცემა უფროს უმცროს შორის ერთ რაღაც დღეს საცემიერა და ეს ყველაფერი გროვდება და ახლა თან ახლა სამწუხარო ისიც რომ ჩვენ გვესმის რომ წინა პლანზე წამოწეული ისეთი ღირებულებები რომელსაც არანაირი დასაზგედო დანიშნულება და მნიშვნელობა არ აქვს ხო ადამიანის ცხოვრებაში თუნდაც ამ მიწის ცხოვრებაში იმიტომ რომ რაც არ უნდა მიაღწიო ადამიანმა აქ ამ ქვეყანაზე ხო ეს ყველაფერი წარმავალი ხო დაამდეობა
პატივის ყველაფერი. ერთ-ერთი რაც აკვება ის არის სწორედ სათნოება და სიკეთეები, რაც აგავაკეთებთ იმ ცხოვრებაში, როდესაც მივალთ უბალთან. ამიტომ ჯერ პირველ რიგში მე წანას ვახსენე, აი ალბათ გმართებს ოჯახებში უფრო მეტი ყურადღება, იგივე აი მომავალ თაობასთან მიმართებაში, რომ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად შთაუნერგოთ ჩვენ მომავალ შვილებს, შვილიშვილებს და შვილიშვილებს არიან, რომ იგივე სამშობლოს სიყვარული, აი წმინდა ილია მართლის დროს წარმოიდგინეთ რა მდგომარე იყო, მაშინ რომ აი ეს დღესაც გააქტიურდა ხო ენა მამული სარწმუნოება და ჩვენმა უწმუნეს ვაბრძანა ასევე მნიშვნელოვანი ფორმულა რომ ღმერთი სამშობლო ადამიანი ხო აი წმენა პირველ რიგში უფლის წმენა სიყვარული მოყავს სიყვარული და ეს თავისთავად დაალაგდება სამშობლოს გვეყარება თუ სახში მშობელი არ გიყვარს გიორგი ხო სამშობლოს ვერ შევიყვაროთ თუ სახში ხო ეს პატრიოტები იქნება და თუ ესე იგი ოჯახს დღეს ოჯახი რატო წამოიწია წინა თელსო მარტო ჩვენ აგია თელსოფლიოში აი დღესაც უსმენით რომ აი ოჯახი ღირებული და ამასაც დაცვა იმიტომ რომ აუცილებელია იმ ოჯახის სიჯანსაღეზე დამოკიდებული კი ერის და ქვეყნის სიჯანსაღე და მომავალი თუ ეს ასე არ მოხდა აი მივიღოთ იმას რაც აგერ დაუშვათ აი ბოლო წლებში ვხედავთ აი ეს როგორია ბავშვების გარკვევა ფსიქოლოგიურად მორალურად ზნეობრივად და ფაქტიურად აი თელსოფლიოში რო უყურებთ აი ეს საშინელება ხდება ხო იგივე სქესის შეცვლასთან დაკავშირებით იგივე ის რომ მშობელს არც ეკითხებიან და მცირეწლოვანი ბავშვი რომელიც ვერაცნობიერებს საერთოდ ვერ აღიქობს მისთვის რა არის კარგი და რა ცუდი იმიტომ ის მცირეწლოვანია და არასრულწლოვანია არც ეკითხებიან მშობელს და მიყავდა აგერ უცვლიან სქესს და ამან უკვე გარკვეული უარყოფით შედეგები გავიდა უკვე 20-30 წელი და აგერ ხედავთ დღეს რა ხდება თელსოფლიოში ხო და მადლობა ღმერთს რომ დღეს რაღაცა მე მგონი იცვლება ცოტა ახალი მიდგომები და რა ვიცი ნახოთ იმიტომ რომ ჩვენ აგერ მივიღეთ უკვე კანონი არის ოჯახური ღირებულის დაცვის შესახებ მადლობა ღმერთს ამისათვის რომ ეს არსებობს და უნდა იყოს კიდევაც იმიტომ რომ ისეთი დრო მოვიდა რომ წარმოედგინეთ უკვე გვიწევს აი ამაზე საუბარი მაშინ როცა ადრეს უნებითად ქონდა ადამიანს მინიჭებული ხო ის იცოდა რომ ოჯახი უნდა უყუროს იცოდა რომ სამშობლო უნდა უყუროს და ღმერთთან უკვე რაღაცა რომ მოხდეს ხო აი ვინ უნდა იბრძოლოს მტრის წინააღმდეგ თუ ესე წავა საქმე ხო ეხლა კარგია რა თქმა უნდა შეიძლება უამრავი ვინა იცოდე ადამიანმა ზოგადი ცოდნა შეეძინო რაღაცა მაგრამ თუ შენი ქვეყანა არ გიყვარება შენ სამშობლო არ გიყვარებოდა იმიტომ რატოა დედა სამშობლო ხო სადაც შენ დაიბადე გაიზარდე და ასე შემდეგ ხო რა თქმა უნდა უკვე ძალიან ცუდად არის საქმე დიახ და აუცილებლად ეს ჩვენი ბრალიც არის რაღაცნაირად აი ყველას ბრალი ვინც იწვნია საერთოდ დღევანდელი დროს რომ ეს რაღაცები ხდება მათი ბრალიც არის იმიტომ რომ უნდა გაიმახვილებინათ ამაზე ყურადღება და დღეს ახლა ინსტიტუტები არის არ მინდა რომ დავასახელო არ მინდა კი არა ყველა კარგად არც ერთი ინსტიტუტი არ არის ისეთი სადაც ლექტორი ან ის რომელიც გამოდის და სიტყვაზე ამბობს რომ აი წმენა არის მთავარი და ეს არის სამარცხვინო აი ეგ რო ჩააგდეთ აი სიტყვაზე 12 წლის წინ ხო სიტყვაზე ეს რო ჩააგდეთ რომ აი მათ ხელში აღმოჩნდა სასწავლებლები მაგიტომაც ვიღეთ ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. ეს არის ჩვენი პრობლემა. დიახ, იმიტომ რომ მაშინ ახლა 12 წლის წინ ის ადამიანები იყვნენ მე-6 და მე-7 კლასში და უნდა გაგეთვალისწინებინათ ვის ხელში არის სასწავლებლები, ხო? დღეს კი ამბობ ძალიან კულუარულად და ისედაც აღიარებენ ესენი რომ ძალიან დააშავეს და რაღაცა, იმიტომ რომ ვისაც ქონდა საშუალება წარმოგიდგენ რა ბოროტი, აი ეშმაკი რა ცუდი რაღაცებს აკეთებს, რომ თვითონ რო აღარ იყვნენ, მე ეს ამ სასწავლებლების ისა რა ქვია, მეშვეობით აღზარდეს ესეთი ხალხი როგორიც უნდა თვითონ წარმოიდგინეთ რომ მოძლებულ თაობა უკვე რაღაცა რომ მოხდეს რომ აი ვინც ასე იმიტომ რომ აი რო უყურებ გიორგია სამწუხაროა მაგრამ აი იგივე ისტორიებს ახლა ერთ საუკუნე და არაფერს ანიშნავს ხო აი ბოლშევიზმის მოსვლის პერიოდი თუ ისტორიულად გვახსოვს აი ხო მაშინ ახლა ის როგორც კი მოვიდნენ ბოლშევიკები და ეს ახალგაზრდობა ციდან ხო არ ჩამოცვიდა ხო ესე იგი აქ იყო დაბადებული მათ შორის მოდულიშვილებიც იყვნენ იქ ხო ვინც პირველი იყო და მიდიოდა და ანგრევდა ეკლესიებს და ყველაფერს და როგორ დამთავრებს მე სოცხლე ზოგმა საგიჟესი ზოგმა თავი მოიკლა ხო ეხლა ამასთან უყურებდი კადრები იყო უკრაინაში გოგონას ჯერ მოშიშვლებული როგორ ეკლესიის ბენზო ხერხით რო ჭრის იმას აქვია ჯვარს აი ეს მე გადაჭრა ეგრეთ წოდებული დრუჟბას ოძახიან ბენზო ხერხი რო აქ და მე ეწერა რომ ფსიქოლოგ შეეშალაო მე რო და თავი მოიკლა ხო და ამიტომ აი დაპირისპირება უფალთან ძირად ღირებულებთან რაც არის გარანტია იმისა რომ ვის მოუგია ერთი არ მოუგია ხო და ჩვენ ახლა ყველაფერი გვეჩქარება ადამიანს გვინდა რომ აი მალე ვნახოთ ეს შედეგები მაგრამ მე წავთქვი რომ ეს
ესეთ გამოთქვამს უფალი სამართალი ურმიდათისო ყველას მოეწევა და ყველას პასუხს მოთხოვს იმიტომ რომ ბოლომდე აცდის აი რაც უნდა ცოდვილი ადამიანი იყოს რაც უნდა ზნედაცემული ხო აი ბოლომდე აცდის უფალი იქნებ ბოლო აი 91 წელს მაინც მოეგოს გონს რომ თქვა სახსრება და რაღაცნაირად ჩამოირიცხოს ეცოდები და ესეთ შემთხვევებში ყოფილა მადლობა ყოს ხო ამიტომ უფლის ღირსია მსჯავრი სამართლიანი მსჯავრი და ესე უყურადღებოდ არ დარჩება ეს საკითხები თუ რა თქმა უნდა ჯერ თქვენ ჩვენზე ვიღაცა დამოკიდებული ხო უნდა ჩვენა დაიწყოს ხო და იმიტომ რომ იგივე კანონის მიღება საიდან წამოვიდა ხალხის მოთხოვნიდან წამოვიდა იმიტომ როცა დავინახეთ რომ რა ხდება საშუალება იყო ხო აგე მადლობა გქონდეთ ეს კანონები არსებობს და უკვე ასე ერთგვარი გარანტია რომ ჩვენ აი მომავალ თაობას თუნდაც აი რაღაცა ზნედაცემული და გადაგვარებული იდეოლოგიითა და პროპაგანდით არ მოწამლა რა და თანაუცნობობა გამდროს არასწორად შენ უგზალა რომ დაუშვათ სასმელი მიყიდო და სიტყვაზე თუნდაც თამბაქო სიტყვაზე ატოიწო არასწორად ხო და დაუშვათ იგივე აი ეს რაღაც სექსუალური გამოხატველი რაღაც ლიტერატურა და ფოტოები და რატო არ გაიყვნას და თან ცენტრალური იმაზე რომ ჩაუტარო აღლუმი სიტყვაზე თუ ასეთი პროპაგანდით ეს არ არის ძალადობა და ესე. აბა რა არის მამაო და ძალადობა მთელი აი ტელევიზიები და ისინი რეებს ახორციელებენ რომ ხალხს როგორ იმაშვებია რომ ხალხის ტვინებს როგორ ყინავენ და სამწუხარო ჩვენ და აი ძალიან გული მწყდება რომ აი საპატიმროებში და იმაში რატო უნდა იყოს თავარი არხი TV პირველი ეგეთი ფორმულა ხო შეიძლება ხო ჩვენ ხელთ არის ხო რომ ეს არხები არ აყურებინოთ ადამიანს ისეთ ამდენი პრობლემა აქვს და ამხელა იმაში არიან პატიმრები მაგათ ვენაცვალე მაგაზე კაი მაგ ხალხზე კაი და გულიანი ხალხი არ არის და კიდე ნერვებს უკლავენ რომ აი ესე რაღაცნაირად აი ამ არხების პროპაგანდა მიდის იქ მთელი იმაში და არ შეიძლება ეს რაღაცები თუ ხელგეწიფებათ რაღაცნაირად უნდა გამორთოთ ეს არხები საერთოდ მთელ საქართველოში აუგზავნოთ იმიტომ რომ საშინელება ეს არის მარა უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანზე რომელსაც ვერ აღიქვავს და უბრალოდ რომ გამოდის რაღაცა მე ხვდება რომ რამ ხელაზე ბოროტულ იმასთან აქვს მანქანასთან საქმე და თუ შეიძლება ერთი ორი სიტყვით კიდე რას გვირჩევთ და მე შემდგომ გადავალ ალექსანდრესთან აუცილებლად ალექსანდრე შენ ხო არ დასვა ესე კითხვას ერთ თუ შეიძლება რომ ვარ დაიღალოს მინდა რომ აქ ზის და ესე მორჩილად გვისმეს და თუ შეგიძლია აი თუ გინდა ბაბუას კითხე აი რას კითხავ ან ადამიანებს რას კითხავ აი რა უნდა როგორ უნდა მოვიქცეთ ხა ან ბაბუას კითხე თუ გინდა რა აი რამე თუ გაინტერესებს ეკლესიური საკითხი ან რაღაცა რაღაცას კითხავ რომ ადამიანი ზოგადად მოყარები დაზარდად მაგრამ აი წმენდად ის ვერ ფიქრობს ხოლმე რომ ბოდას გადაცემა აკაცო უნდა ვიფიქრდე წმენდ რომ ეს დღის მადლი მიიღო ბევრი კი იზეხის ხოლმე რომ აი ეხლა მივალ სიო და ან ისი არის ხოლმე რა თითქოს აი მოწიწებით არის მაგრამ აი ამ დროს მის გონებაში ის რო ხდება და მაგ დროს აი ადამიანმა რა უნდა ქნას რომ ის აზრები მოიჭროს მაგალითად აი ოღონდ დროზე მოჭრეს რომ ბევრი ყოფილი სიტყვა რომ ბევრი აზრები მოსულა ხო რა თქმა უნდა ქრისტიანობა ესეთი კითხვა დასვა ეხლა საურთულესი გზა არის და იმიტომ რომ ადამიანზე კაი კითხვა დასვა როდესაც აი ცხოვრობს არ ეკლესიურად ხო რაღაცა ბრძოლები და ამას არ აქვს გიორგი ხო არ მოდის რაღაცა სიტყვაზე და ამ თუნდაც შეიძლება ისეთი მძიმე წოდების ცხოვრობს რომ ეს ცხოვრების წესად მიაჩნდეს ხო მაგრამ როდესაც უკვე გადადგას უფლისგან ნაბიჯს ესაც უფლის დაშვებით ხდება რომ აი როგორც მიყავს ხოლმე შედარება სპორტსმენმა თუ ვერ ივარჯიშა ის შედეგს ვერ დადებს ჩემპიონი ვერ გახდება ხო ასევე ცხოვრებას იმიტომ რომ უფლის დაშვების გარეშე თუნდაც ის გარკვეულწილად ასე უკეთური აზრები იქნება დონები გვევზის რომ ადამიანმა ეს სულიერი ვივარჯიშო და გამომუშავოთ უფრო მეტი უნარი ბრძოლის უნარი გავხდეთ აი იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება ერთ-ერთი ურთულესია მაგრამ ნაბიჯ ნენელა უფრო მეტი ჩაღრმავებით უფრო მეტი გაცნობით ამ ქრისტიანული მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავის შეცნობის, იმიტომ რომ თავი ეს არის, იმიტომ ადამიანი რომ დაინახავს საკუთარ თავს რეალობაში ვინ არის, ხო, ის რა თქმა უნდა, ხო, აღარც განეკითხავს და იმიტომ ეს ძალიან ურთულესია, თითოეული ვნება რომ დაეძლიათ, მაგალითად, მამამები ამას აწლევს ანდომებდა, ხო, აი მარიო მეგვიტელის ცხოვრება მიყვარს ხოლმე, რომ ეს როგორი ცხოვრება ქონდა მას, ხო, და მაგრამ შეიცვალა და მთელი უდაბნოში მთელი 20-25 წელი მარტო ერთი აი ნებისმიერ რომ დაეძლია ამაზე უწევდა ბრძოლა, მაგრამ შეძლო ეს.
იმიტომ რომ ზოგი არის ნეულო რომელიც მალე იკურნება, ზოგი რომელიც ადვილად იკურნება და ესე აქ სულიერ ცხოვრებაში ზოგს ადამიანს უფრო მეტად ადამიანში ფესვგადებული ესა თუ ზუნება, იმას უდაოდ დიდი ხანი ჭირდება კურნალობა და მაგრამ ღვთის მადლით და წყალობით და ისე რწმენით ოღონდ არ უნდა დაუშვას ადამიანობა ამას ნაბიჯს გადადგას უკან დაიხიოს პირიქით. აი ეს ძალიან ცუდი ხო რომ იმ წარსულ ცხოვრებას აღარ უნდა დაუბრუნდეს და უნდა იყოს პალმოცხული ბრძანებს ადამიანმა უნდა განიძარცოს აი ძველი კაცი და შეიმოსოს ახალი. და ეს არის თავი. Ლექთან შე როგორ ფიქრობ აი ადამიანებს აი ამდენი შფოთი პრობლემები რო აქვთ ხოლმე ადამიანებს ხო როგორ უნდა დაძლიონ აი მაგალითად შე რო ქონია პრობლემა როგორ ამ ყველაფრისთვის როგორ მოგიგია და აი რა ძალას უნდა მიმართოს რომ რაღაცნაირად ამ პრობლემაში მოგებული გამოვიდეს ა რა თქმა უნდა პირველ რიგში უკას უნდა მიმართოს უნდა იგროცოს და აი რა პირველ რიგში ადამიანს როცა რამე ისეთი ასე ვთქვათ ცუდი აზრი მოგივა უნდა მიმართო პირველ რიგში უფალს ეს არის პირველი ფარი ასე ვთქვათ იმ ბოროტი ძალის ეს ბოროტი ფიქრებით იმიტომ არის ყოლმა რომ ადამიანს გასულიერად გამოიწვევს სულიერ ცხოვრებაში და ბევრი კი იმაშობა ხოლმე რომ აი მოდი ახლა იმასთვის აი ოღონდ ეს ცუდი აზრი მომშორდეს და დღევანდელი დღე არ ჩავშხამდეს და მოდი ახლა ასეთ მაგრამ და მოდი ახლა ამაზე საერთოდ არ ვიფიქრებ უფრო იმას ეზავს თუ ბოლოს მიმართებ საერთოდ გაგიქრება ბევრი კი იმაშობა ხოლმე არ უნდა გავექცეთ არ უნდა გავექცეთ რო იქნება ხო პრობლემა ბევრი იმაშობა ხოლმე არ ვიფიქრებ ამ დროს ის გაურბის იმას და ის ფიქრებიც ვერსაც ვერ გაექცევ იმიტომ რომ ისაც თავს მისდევს და უკვე უბალზე იმაშები პრობლემად რჩება რა შენ გაურბი ხარ გონია მაგრამ მოიხედე მე პრობლემა გაქვს დიდი და აი ამ ადამიანებს აი სიტყვაზე ძალიან ბევრი ადამიანი არის რომ რაღაცნაირად ისი არის მოწყენილი რაღაცა შეიძლება დღეს რომ აი ადამიანმა მოიწყოს ძალიან ბევრი მიზეზიც არის ამისათვის ხა ისი არ არის მაგრამ აი როგორ უნდა გახალისდეს მე რა მოხდა რომ აი სიტყვაზე ყველაფერი შეიძლება ცუდად არის აი რა უნდა დაიხმაროს იმისათვის რომ რაღაცნაირად ხალისი გქონდეს და აი რაღაცნაირად არ მოიწყინოს ადამიანი იმიტომ რომ ცოდოა ხო იცი როგორ იწყეს ადამიანი და სპორტი ძალებით იმაშობა პირველ რიგში რო არ მოიწყოს ადამიანმა ну ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად აი განსაცდელი ადამიანი ზოგადად ესე უბრალოდ მოიწყინა ეგრე ყوار არის უბრალოდ მოიწყინა ეს ხდება ძირითადად განსაცდელისგან კი და ეს განსაცდელები რა თქმა უნდა ჩვენთვისვე კარგია და აი რატო არის კარგი აი მაგალითად განსაცდელი როგორ უნდა იყოს ეხლა ვერ წარმოუდგენია ვიღაც თუ განსაცდელი არის კარგი რა თქმა უნდა პირველ რიგში ადამიანს აი ბევრი მინახია რომ იმაშრება ხოლმე რომ აი მე ახლა განსაცდელი ახლა წავალობას ესე ბევრი მინახია რომ ანუ ბევრს ვიცნობ რომ ეს ტაძარ საერთოდ არ დადიოდა აზი არ იყო რა იყო ტაძარ და მე აი დედა რო გარდაეცვალა მამა რო გარდაეცვალა მივიდა განსაცდელებით ადამიანისთვის იმიტომ არის კარგი რომ მაგალითად ის ცხოვრება დაინახოს აი უფრო იმას აკეთოს ტაძარში ზიაროს ნუ მაგას გამოფხიზდეს ცოტა ნეტო ეს როგორც ვიცი ეს რაღაცა თანამედროვე ისინი აი ოღონდ აი ტაძარში არ დადიან აი და ტაძარში რომ მიდიხარ უკვე რო ეცნობი ყველაფერს იმაშვები უფრო ტაძარში ხარ მიმართული და სუიცლები ტაძარში შეიძლება წირვაზე ადამიანი ხარ სხვა და რო გამოდიხარ უკვე ისე ხარ გავიწყდება ყველაფერი ხო და როგორ უნდა გახსოვდეს გარეთაც ხო არის ხოლმე რომ ხანდახან რაღაცა უნდა გახსოვდეს ღმერთი რა მე შიგნით კარგად იქცევი ეკლესიაში მე გამოდიხარ გარეთ უკვე აღარ გახსოვს და გარეთ აღარ იქცევი კარგად და აი როგორ უნდა გახსოვდეს გარეთაც ხო მაგალითად პირველ რიგში ადამიანს დამახსოვრდება რომ თუ ადამიანი ილოცეს მაგალითად გამოვა და მადლობა ღმერთო დღეს წირვაზე მივედი ვეზიარე და ადამიანი კი ეზიარები და შეიძლება უბას მადლობას გადავღადო მთელი გულით მაგრამ თუ არა ხარ თუ მიხვედი და საერთოდ ისახარ უბრალოდ არაფერი და გამოდიხარ და უბრალოდ მადლობა და გეჩქარება ოღონდ ახლა უფროს მაგრამ არ მიტყროს რომ ეგ საერთოდ არ არის ჯობი არ მიხვედი გინდა მისულხარ გინდა არა იმ დღეს მათ მაინც ვერ მიიღებ იმ დღეს
მადლი როგორ უნდა მივიღოთ, საერთოდ შენ გიყვარს ხა წმინდა ნიკოლოზი გიყვარს იქ თათი ხარ სტიქაროსანი ხარ რაღაც აი როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა მადლი, იმიტომ რომ ეხლა შენ რასაც ასახელებ ამ პრობლემებს ხო ის მადლი არ აქვს ადამიანს და უმადურია, ანუ მადლო და არც არის და თან უმადური არის ადამიანი და მაგიტომ არის რომ სულ პრობლემის ქვეშ არის რა. ოღონდ თვითონ ქმნის ამ პრობლემას უფრო უმეტესად. აი როგორ უნდა მიიღოს მადლი, აი რა უნდა გააკეთოს, ეხლა აი მაგალითად ადამიანი ვინც გისმეს აი დღეს რა უნდა გააკეთოს თვალზე, რომ მადლიანი გახდეს. ნუ დღეს ეს ქრისტიანობასაც მეგვაკვირდები, შეიძლება არასწორიც არის, მაგრამ აი ახალგაზრდებში ძირითადად აი ძალიან ისეთია, ძალიან შორს არის. მადლი უნდა მიიღო, რომ ტაძარში, კაი ტაძარში რომ მიყვალ, რა თქმა უნდა, არ უნდა იფიქრო, რომ ეხლა ეს მამა მომორჩეს განაგება დროზე ვეზიარო წავიდე იმ დღეს მათ უნდა მიხვიდე რწმენით უნდა ეზიარო რწმენით და იმ დღეს მადლსაც მიიღებ და მამოს დაუსი ხა კითხვა რა ანუ ხალხს და თუ გინდა რაც გინდა თქვი ჩვენ ეს ეთერი არის შენი რა ჩათვალე რა ვიცი ჩვენ ყველაზე კარგად შელაპარაკობ რა რაღაცას ვიტყვი რა აი რას ხო აი რა მე ხო გაქვს ეხლა რომ მოდიოდი ხო ფიქრობდი რომ მოდი ამას ვიტყვი აბა რას ფიქრობდი აი მართლა მე ხო დრო არ მქონდა იმის რომ მეკითხა და მოგვითხარი აბა აი რას ფიქრო რას დაგვარიგებ მეც დამარიგე აი სანამ რაღაცას ვიტყვი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველა რაც წინა გადაცემით წამოვედით ის კონტასასაც ვკითხულობდი ძალიან დიდი სიტყვა მოდიოდა რასაც ხედავდი და მინდა მადლობა გადაუხადო ასე დიდი სიტყვისთვის ხო ძალიან მოიწონე ხალხს მე აი ნუ ვისიც წავიკითხე კი წავიკითხე მაგრამ აი ყველაში ვერ წავიკითხე იმდენია ვეღარ ვკითხულობ უკვე ენაცალე შენ და ახალ წესას უსურვებ ხალხს ეგ მაინტერესებს ძალიან რომ აი მომავალი წელი როგორ უნდა დაიწყო ნუ რაღაცნაირად შობა მოდის ის აი რა უნდა ქნა და შე როგორ ხვდები ხოლმე ახალ წელს აი მაგალითად რა სიხარულით ვირეში ადამიანის ახალ წელს უსურვებ ბედნიერებას სიკეთეს და სიხარულს რაც ყველაზე თავარია და რწმენასაც აი კი არის რომ ბევრი იმაშობა რომ ეხლა მოდი ახალი წელია და დავივიწყებ ეხლა მე დავივიწყებ ეხლა და მოდი დავლევ ეხლა ცოტა ხანი ეკლესია იქით გადავდოთ და რატო უნდა გადავდო იქით წესით ახალი წელი ძველი სტილით როგორც არის ეგრეა და ჯერშობა და მე ახალი და სიტყვაც გეუბნება გილოცავ შობა ახალ წელს და ჯერშობა და მე ახალი წელი და ესე იმას ქნეს ეხლა ის უკუღმა გააკეთეს, მაგრამ მაინც ისე იძახიან. ხო, ისე ყოფილი. ბედნიერების მომტანი ყოფილიყო ყველასთვის ეს წელი. და წამოვიდეთ ადეთურმე ის ეხლა სანტა კლაუს რასაც ვეძახით. ხო. ადეყო თუმე წმინდა ნიკოლოზი ესე და ესე ყოველ წელს ერთი და იგივე დღეს მიდიოდა ესე გაჭირებულების კარებთან ეს ისედაც ყველგან და გარეთ უტოვებდა ხოლმე ესე საჩუქრებს ეს რაღაცა მაგალითად ვიღაცას თუ მაგალითად ფეხდაწმილი და ფეხში შვილად ადის ფეხდაწეს და ესე დადიოდა და ეხლა უკვე მოიგონეს ეს ნაძვისხეს მერე მორთეს მერე დადეს საჩუქრები და ესე მოიგონეს და ეხლა თან ისე იმას ქნეს რომ წმინდა ნიკოლოზ ვისაც სინამდვილეში მოკონდა ანუ ესე თქვა ჩააცვეს ის წითელი ფორმა და ის ჭვერები და ფილმშიც არის როცა ახალ წელს იღებენ იძახიან ერთი ფილმი სანტას ძმა ქვია იქ იძახეს რომ თურმე სანტას ქვია ნიკოლასი და ნიკოლასი სანტა ნიკოლასი და მის ნიკოლასი ვინ არის ხო, წმინდა ნიკოლოზია და არანაირად არ არის ეს. ან რატო ვერ ხედავთ ეს უბრალოდ აი ბავშვებისთვის იმას აქდეს გადააგვარეს ასე თქვა რაღაცა ის ჩააცვეს და ესეთ სახალხო ყოფილიყო. ხო. ეხლა 1000 გვერდოს პოპახან ზოგს წითელი აწვი აღარ ზოგს ფერადი ზოგს მწვანე. ზოგს წერვის საერთოდ არ აქვს. გენაცალე შენ ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი საყვარელი ხარ და კიდე მოიფიქრე რაღაცები ხა ბაბუას კითხავ ერთ ორ სიტყვას და მე აუცილებლად მაშინ ესე შევთანხმდეთ ჩვენ იმაზე რომ აი მომავალი წლიდან ეხა ვეღარ მოვასწრებ 1-3 გადაცემა გადამჭა და მომავალი წლიდან მე შენ მოდი ხოლმე და ერთად დავუსვათ მამაოებს კითხვები ხო თან ეხა ბაბუა როზის აქ იმდენად ცოტა დაძაბული სხვა რო იჯდეს უფრო მოეშვები ხო
ხო ეგრეა, ხო? კაი ხავ კითხავ და მე კიდე შენთან გადმოვალ. ხო, მამო, აი რა არის საჭირო იმისათვის, აი შობისათვის, რომ შობა არ დაიჩtildeოს მაგალითად უფრო მეტად ვიდრე ახალი წელი და როგორ უნდა მომავალი წელი ჩვენთვის რომ ლამაზი იყოს, თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ გეტყვი და მე ისევ ალექსანდრისთან გადავალ და კიდე ამთან. კაცობრიობაში ორი დიდი მოვლენა, ახლა მაცხვარი წარმოვიდგინეთ რომ ღმერთი გარეშე მოუწერელი ყველგან ყოფი ანგელოზების კი თვალის ვერ უსწორებენ, ხო და აი იღებს ადამიანურ უნებას. და ეს იმისათვის რომ ადამიანი გამოეხსნა ცოდის მონებისაგან, ეშმაკის მონებისაგან, სიკვდილისაგან და მიეცა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ სამშობლოში. იმიტომ მანამდე ხო შეუძლებელი იყო ცოდით დაეცა, 60-ე დაიგე და იქ ადამიანი ვეღარ შედიოდა და ყველა ძველი აქტრის პიანებიც მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთში. ხო და როცა ადამიანი ამას აღიქვა და ამას გაიაზრებ, ხო, უფრო მეტი მოწიწებით, უფრო მეტი პატივისცემით სიყვარულით განემსჭვალები აი მოვლენების მიმართ და ჩვენ ახლა შობის მარხვა ფაქტიურად და თითქმის რაღა დარჩა შობამდე და უნდა ვემზადებოდეთ სწორედ რომ ღირსეულად შევეგებოთ აი ამ უდეს მოვლენას. რა თქმა უნდა, თავდამსხმელობით, რწმენით, ურთიერთსიყვარულით, ურთიერთსიკეთით, სიკეთის კეთებით, ლოცვით, იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არ არის მარტო სიტყვით გამოხატულება, რო თქვა რომ მე ღმერთი მსწამს. თუ საქმეებით არ დასტურდება ეს წვენა არის თვალი და ამიტომ გმართოს მეცი ნახოდება ეს დღეები მაინც ვისაც არ დაუწია მარხვა იქნებ დაიწყოს მაინც დაიწყოს ეს დღეები მაინც იმარხულოს რომ აი ეს რაღაცნაირად აი როგორც აღინიშნა ის უფლის გახდეს ღირს რომ მიიღოს უფლის მადლი და თანაზიერი აი ამ ბუდესის წყალობისა და რაც თანაც ხომ ზიარებას და იმიტომ რომ ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა ფაქტობრივად აი ლიტურგიაზე თავად უფალი მონაწილეობს ანგელოზთან ერთად და მთელი რწმენა დასთან ერთად ჯობნა ერთად და ამხელა მადლია და ყველამ ეს სიხარული განიცადო ჯერ უნდა იცოდე რასთან გვაქვს საქმე ხო როგორც კი ამას გაიაზრება ადამიანი და უკვე აიქვა ხო მე უკვე ბუნებრივად ეს თავის ცოცხალი გაგაცროს თავდაპირველად და მორჩილებით რომ მიხვდე და მივიდეთ უფალთან და ყოფილიყო რა თქმა უნდა ბედნიერების მომთანი, სიკეთის მომთანი და მშვიდობის სასწაული. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ბედნიერებას გისურვებთ. მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ. მე ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრ შობლებს, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ესეთი შვილიშვილი ყავთ და ესეთი სანაქებო რომელიც ძალიან მიყვა. რა ვიცი, ჩემთვის ხარ აი უნიკალური აღმოჩენა ხარ, რომლისთვისაც დიდი მადლობა. და თან ალექსანდრე რას გვეტყვი ხაი რომ მოდიოდი რაღაც ხო ფიქრობდი რომ დარასელი ამას ხო არ მკითხავს აი რაზე გინდოდა რომ მეკითხა მე და რა ვერთქვი აი ეს ბოლო 2 წუთში მოგვიყევი ახლა რა აი რა გაქვს ისეთი სათქმელი რაც შეიძლება რომ თქვა პირველ რიგში მინდა რომ ეს პირველ იმას ფიქრობდი რომ მეთქი ახლა ვიტყვი რომ აი ამ ქვეყანაზე უკვე აი ეს მართლმადიდებლობა აი ბევრი წეღანა თქვა აი ბევრისგან ცოტა დაშორებული არის მისედაც შორს არის და აი ბევრი ხედავენ ხოლმე აი ბევრი მინახია რომ იმის გამო იმაშებიან რომ აი შენ ახლა ტაძარში წახვედი და აბადროზე მოდი რა გინდა მათ ზეგვერცა ხვალ ვერ წახვალ და ფიზიკით იმ ადამიანშიც ისე არის რომ ანუ ის აძალებს რომ ის არ წამოვიდეს და უნდა რომ ის რო არის დაშორებული თვით ის თავი მეგობარიც დააშოროს და არა პირიქით როებდება კაი ხო დღეს არ მივალ უნდა პირიქით უნდა უთხრას რომ შენც წამოდი მე რატომ მიშვებართო ნახე რა კაი არის ერთმანეთს უნდა ვატაროთ ხო ერთმანეთი უნდა ვატაროთ პირველ რიგში ნაწყარია და თუ ეს კარგი იქნება რომ ადამიანი ტაძარში ივლიან და ოღონდ რა თქმა უნდა რწმენით ახლა ტაძარში შევედი და რა გამოვედი რა ვქენი გინდა მივედი გინდა არა რა თქმა უნდა პირველ რიგში რწმენით უნდა მივიდე ტაძარში დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ისეთ ლამაზ საუბრისათვის ხვალ აუცილებლად დაგიბრუნდებით მე შემდგომში მართლა იმ წელს თავიდანვე დავიწყოთ ისე რომ შენ მოდი ხოლმე ჩვენთან სტუმრად და მამოს აუცილებლად თვეში ერთხელ მაინც მოდი და კითხვები დავუსვათ ხოლმე კარგი კი ბატონო დიდი მადლობა ამისათვის და ბედნიერ მამაო თქვენც თუ მოგზანდებით ძალიან გაგვახარებთ
ხვალ გვეყოლება მამა გიორგი თეოდორაშვილი, აუცილებლად საღამოს 8:30-ისათვის დაგიბრუნდებით. ბედნიერებას გისურვებთ. მამა პატარა ალექსანდრეს ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მამა ეკუთვნე დიდი მადლობა და მადლობა თქვენ რომ ხვალძრებს საშუალებას მოსულიყო და ჩვენი აზრი გამოგეხატა. გასაუბრეთ. პირიქით მამა მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ. ალექსანდრე ძალიან უყვარხარ ხალხს და მე მიყვარხარ ძალიან და ყველას და დიდი მადლობა იმისათვის რომ ხარ. კარგად ზანდებოდე და დროებით მე დაგიმრუდებით ხვალ საღამოს 8:30-ისათვის.